Salami, Eli. Salam, Gio. მოდი დღეს ვისაუბროთ გრაფიკულ დიზაინზე და დაგისვამ პირველ კითხვას. ახლანდელი გამოცდილებით რას ურჩევდი დამწყებ დიზაინერს? პირველ რიგში გვერდზე გადადო პანიკა, ისეთივე შეხება მქონდა დიზაინთან, როგორც კოსმოსთან. მახსოვს ძალიან შფოთავდი, თუმცა შემდგომ პროცესი გახდა ძალიან სახალისო. ურჩევდი ალბათ, რომ ლექციის მსვლელობისას ლექტორს მოусმინონ ყურადღებით და დრო დაზოგონ, აწარმოონ ნოუთები, რადგან მეხსიერება ხანდახან გვალატობს და ენდონ პროცესს. ანუ პროცესი არის სახალისო და ყველაფერი გამოვა. კარგი რჩევები არის ხოთშორის მართლა. ვინც ბავშვობაში მზეს კუთხეში ხატავდა, მათაც აქვს შანსი გახდნენ გრაფიკული დიზაინერები, თუ უკვე გვიანია. ძალიან კარგი კითხვა არის. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს შანსი გახდეს გრაფიკული დიზაინერი, თუ ამას გადაწყვეტს. თავარი არის, რომ გქონდეს სურვილი. რა თქმა უნდა, ხატვა იქნება უპირატესობა, იმიტომ რომ ის რაც გვეხმარება, ის უნარები რაც გვეხმარება ხატვაში, ასევე გვეხმარება გრაფიკულ დიზაინში. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი უნარებიც არსებობს, მაგალითად დისციპლინა, მაგალითად სწრაფად მუშაობის უნარი და ასევე დავამატებდი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყონას. შემდეგი კითხვა, როცა мотиваცია არ გაქვს, რა უფრო გეხმარება? ინსპირაცია თუ დისციპლინა? ალბათ უფრო დისციპლინა, თვით დისციპლინა, რადგან ზოგჯერ მეზარება ხოლმე და გამიგია, ანუ ესეთი რაღაცა, რომ სიზარმაცე არის რეალურად мотиваციის ნაკლებობა. კი. და ამიტომ თვით დისციპლინა მეხმარება, რომ გავხსნა ლეპტოპი, დავიწყო მუშაობა, მოდის იდეები, როცა ვიწყებ დიზაინის აწყობას, მაშინ ჩდება ინსპირაცია, ანუ შთაგონება. ანუ ინსპირაცია არის ტიპი, რომელიც ის დამელოდება, როდის გავხსნი ლეპტოპს, დავიწყებ მუშაობას და ისიც ჩდება. სალსაფად თვითდისციპლინა. კურსის დასაწყისში სტუდენტებს ყველაზე მეტად რა აშინებთ და რამდენიმე თვის შემდეგ რაზე ეცინებათ? თუ გახსოვს. ეცები გავიხსენო. დასაწყისში ალბათ უფრო მეტად, შეიძლება რადგან პროგრამაში ძალიან ბევრი ხელსაწყო არის, ალბათ ხელსაწყოები ცოტა საშიშად გამოიყურება ხოლმე. მაგრამ ხელსაწყოებზე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ის აზრი აშინებთ ხოლმე, რომ შეიძლება ვერ გაართვან თავი. შეიძლება არ გამოუვიდეთ იმ შედეგის მიღწევა, რაც აქვს გეგმაში. და კურსის ბოლოსკენ, თუ რა თქმა უნდა, ყველა გაითვალისწინებს რჩევებს და უბრალოდ ბოლომდე მიყვება ყველა სავარჯიშოს, ყველა დავალებას, ყოველთვის ყველას გამოსდის ხოლმე სხვა სასურველი შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისო იყო ყველა დასკვნილი კითხვა და ისურვებ წარმატებას. მადლობა, ჩვენთვისაც ძალიან სახალისო იყო კითხვები და პასუხები და ზუსტად ისევ ღელავდი კურსის დასაწყისში, როგორც დღეს ჩვენი ინტერვიუს წინ, მაგრამ მე მგონი გამოგვივიდა. გამოვიდა. ამდენად გამოვიდა.